ბიჭო. რატო? მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ YouTube არხ შერეკილებს. დღეს ჩვენ ვიმყოფებით მძიურის პარკურ პარკში და გვექნება პარკურის ჩელენჯები. დღეს გვეყოლება განსაკუთრებული სტუმარი. და მე დღეს გადავიდებ FX3-ით 24. დღეს გვექნება 5 განსხვავებული პარკურის ჩელენჯი, რომელიც იქნება სხვადასხვა სირთულის. ვიწყებთ ადვილიდან და ავდივართ რთულზე. ეს იქნება ჩვენი პირველი ჩელენჯი. A პუნქტიდან B პუნქტამდე ვინ უფრო მალე გადაადგილდება. ნახოთ რა იქნება, აბა. მზად ხარ? 3 2 1 ბიჭო. რატო? 1 2 3 გიჟი. ტერუს დაჭირდა ზუსტად 10 წამი და შემდეგ იქნება იკა. ბიჭო, ხო კარგად ხარ? ვაა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 აaაaa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 
ამდენი წლის მერე პირველი ლაინი იქნება, რასაც გავიყნოს. რასაც გავიპარკურებ, დავაი, ეხა იკაზე უარესა დავილეწებინა, ჰე? დავაი, 1 2 3 Опа! 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 ეს იყო პირველი ჩელენჯი, რომელიც მოიგო ერუმ 9 წამსა და 30 სეკუნდში გაიარა. მე 11 წამში ხელი გავიჭერი. მე 10 წამში ასე რომ ეხა არის მეორე ჩელენჯი, რომელიც არის wall run. პირველი ვიქნები მე და ვეცდები რომ იქიდან ამოვიდე აქ. და ეხა ჩავა. მე ცოტა ჩიტინგი და რამე. ეს არ შეიძლება. ჩამოდი ბიჭო. რატო? არა, ეს არ შეიძლება. ეხა თავარი მიზანი ხო არის რომ აქ ამოვიდე არა? მე ამოვედი. და აქედან წინასაუტოს როგორ ვაკეთებდი, ჩემი კარგი. აუ მივადე ხელი. არა ვერავედი სამწუხაროდ და -1 ქულა მე. შემდეგი ვარ მე. მაგრამ მეც დარწმუნებული ვარ რომ ვერავ, რატომღაც. ვერავიდა. ვერავ. ცოტა დამაკდა, ცოტა. ბიჭო, ეხა შენჯერია. ოპა! მიშკა ავიდა. მიშოს აქ 2 ქულა. ეგარი! საღო! სო. ეხა ერთად. მოკლედ მე და იაკობმა ჩავიცვალეთ ამ ჩელენჯში და 2 ქულა დაიმსახურეს აი ამ ჩოყლაყებმა. ჩვენი შემდეგი ჩელენჯი იქნება აქედან სკუპით აქ სტიკი იგივე დაწებება. ბალანსი სხვა. წავიდა, აბა ვცადოთ რა შეგვიძლია ნახოთ. ოპა! სტიკი არისო. ოპა! ერა! ხო არ გადაო. საწავიდა. ჩამეფეი რაღაცია ვერავ.
ფეხი მდგება. მე ვარ იაკობ ბრეგვაძე და ეხა მე იქ მივსიქავ. დავაი, იღებ. შეიძლება სახე ჩამოვარდყა, მაგრამ არა უშს. ვერ მიხვდები, შანსი არა. რას არა ბიჭო, მე სეკრეტარი. და ესე რო გადავხტე? თუ გინდა აი ამით შე. ხო, არა, ესე? ხო, სკუპითაა და მაგი. აი, ჰა. საბიჭო, სად მიდიან ესენი? შემდეგი. მეორეც და ორი ქულა გამაზა. სკოპით რატო არ შვება ეს? მე ბიჭო, რავი, ჩავისვარეო და ნახევარი ქულა ეკუთვნის ახლა თუ მისტიკოს, იმიტომ რომ სკოპით არ შვება. ეწინააღმდეგება ჩვენ წესებს. ბიჭ შანსი. აი, დაფეილდა იაკობი. არა, ესე ხვდები და ნახევარი ქულა აი, ჩამი. მიდი. აუ ძალიან გადავხტი ამის დედაცავატირე რა. ბანძობაა პარკური, კაროჩე. ამ პარკს გადავწვალ დღესაღამოს და ხვალე ავაშენებ ფოტოსტუდიას. ჩემი ჯერია რომ ერთი ქულა მაინც დავიმსახურო როგორმე არ ვიცი რა, ამაზე მაინც. ერა. მეორეც და აქვს იკას და ეხა ერთი ქულა ჩაეთვლება თუ გადავხტი. მიდი. ერა. ცოტა დამაკლა. ყველაზე კარგია. ნული ქული თუ არისო. მე შენი ორი ქულის მჯერა. გოტოხტო იგრევეჩი. ეს ძალიან არ მონდომებული. წავიდა მეორე. მიდი. easy like a peasy. გასაღო. გეთლება. საღო. ბოლოს დავითვლით შედეგებს რა და თქვენ ნახავთ, ჩვენ ვერ გავიგებთ ვინ მოიგო, ვინ წააგო რა. ჩვენც მერე ვიდეოს მერე გავიგებთ ამ ყველაფერს. შემდეგი იქნება კედლის ჩელენჯი. უნდა გავაკეთოთ ნებისმიერი სალტო და სალტოს მორჩენის დროს ნაბიჯი აღარ უნდა გადავდგოთ. პირველი ვიქნები მე. გასაკეთე. შიდა არაბულს. არა ახლოს ეგა. საღო. საღო. მიშობ დაიმსახურა ერთი ქულა, იმიტომ რომ მეორეს თიდან გააკეთა და დასტიკა ძირს და ეხა ვარ მე, ოღონ არ ვიზავ შიდა არაბულს. ვიზავ უბრალო wall flips, იმიტომ რომ ყველაზე ადვილი არის მაგის დასტიკვა და მჭირდება მინიმუმ ერთი ქულა მაინც, იმიტომ რომ ერთ ქულაზე ვარ გაყინული. რას ვიზავთ? ცხოვრება მძიმეა. მიდი. და ესეც ჩვენი ორი ქულა. დარწმუნებით რო თქვა ორი ქულაო თან? მიდი. ნალი ქულა. მოდი ეს არ ითვლება და თავი. easy like a peasy. კერუ ექვს ქულაზე ევიდა. ვერ ვახშე ვიზა. ნაბიჯი გადაედგა. კარგი იყო ძალიან. გავაკეთე მაინც. ეგ არის. არა. ცოტა დაგაკლა. დაგვრჩა მეხუთე ჩელენჯი, რომელიც იქნება თლიან პარკზე წრის დარტყმა. აქედან დავიწყებთ 2, 3, 4 და თლიან პარკს უნდა დავარტყათ წრე და მოვიდეთ აქ. გვექნება 2 ცდა და პირველი არის ტერუ. სათხარ? მზად ვარ. რას ფიქრობ გაივლი? არ ამგონია რომ ერთი ცდით მაინც გავიარო. მეორე და შეიძლება უკვე არ ვიცი. აი ეგ ძლებდება. აი მაღალი დაბალი. მეორეც და დამჭირდა მაინც. გავაფეილე შემოძმე.
მოგეში მოდიოდნენ გეკელა და მარო ერთმანეთზე გიხებოდნენ შენ ვიგიყვარს გალო ჰარი თითქმის ბოლომდე, მაგრამ 1-5-6 დამაგდა. და ეხა მეორეც დავაღარ, ჩემამდე მიშვა ეხა, იმიტომ რომ ცოტა დავისმები. დავიღალე. აუ, იქ მაინც ხო გახვიდე. სათუ დააფეილე. იცლება. მეხუთე ჩელენჯის გავლა, ბოლომდე ვერავინ ვერ შევძელით, ყველაზე წინ და შორს გავიდა იაკობი და ჩვენი ჩელენჯი ამით დასრულებულია. აშკარად გვჭირდება დრო რომ შევიდეთ ჩვენ ძველ ფორმაში და ნენელა ვარჯიშთან ერთად დაუბრუნდებით ჩვენ ძველ ფორმას. და რაც მთავარია დავიწყეთ და დასაწყისია ყველაზე რთული და ნელ-ნელა მე უფრო გამარტივდება, მაგრამ მთავარი არის ვივარჯიშოთ რა, კვირაში ერთხელ მაინც უნდა ვივარჯიშოთ. თხოვნა რომ დაალაიქოთ ვიდეო, დააკომენტაროთ და გამოიწეროთ არხი, რათა мотиваცია გქონდეს შემდეგი მეტი და მეტი საინტერესო ვიდეოს გადასაღებად. ეგაა რა.